თავიდან 2017 წელს რა დავიწყეთ, ძალიან გაგვიჭირდა ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტით მიმართულებით რამე გამოცდილება ჰქონდა. აბა? დავიწყოთ, ხო? უნდა გწყუროდეს, უნდა გშიოდეს, რაღაც პრობლემის გადაჭრა ძალიან უნდა გინდოდეს, უნდა ხედავდე ღირებულებას და ამითი უნდა იღვიძებდე და უნდა იძინებდე. როგორც ცვლის ხელოვნური ინტელექტი ამ ინდუსტრიაში? OpenAI ახლა რაც ახსენეთ, ხო, ChatGPT, ყველაფერი დაფუძნებულია დიდ მოცულობის data-ზე, რომელიც არის დამუშავებული და ეს არის ის large language მოდელები, რის საფუძველზეც მე ეს ასე ვთქვათ ტექნოლოგია და ეს პროდუქტი რეალურად მუშაობს. შენთვის რა არის ხელოვნური ინტელექტი? დამხმარე ასე ვთქვათ თული, რომლითაც ბევრად უფრო პროდუქტიული და ეფექტური ხდები. შეგიძლია შენი სიტყვებით ოფიციალური განმარტების გარეშე აუხსნა ადამიანებს საერთოდ რა არის ეს მექანიზმი? იყოს უკეთესი მენტორი თავისთვის. ანუ გამოათვლევინოს ამ მანქანას სუსტი წერტილები? ზუსტად. ხელოვნური. რაღაც ისეთი სიტყვა არ არის, რაღაც სახიბად. ის ამბიციური გეგმები, რაც ჩვენ თავიდანვე გქონდა, გრძელდება ჩვენთვის. დავიწყეთ საქართველოდან, გავაგრძელეთ ამერიკაში და ეხლა ადგილობრივ ბაზარზეც და საერთაშორისო ბაზარზეც ვოპერირებთ. ან როდესაც გვესმოდა პასუხი არა, სხვა გზებს ვეძებდით, საიდანაც შეიძლებოდა კი მიგვეღო პასუხი. რა ემოციასთან მეგობრობ და რომელთან ნაკლებად მეგობრობ? hm ხედავ საიდან სად გადავხვი? ხო.